აი ლოგოში რო გაიჭრიდები იქა. ეს იყო ეს სამი შენობა, რომელიც დაგვხვდა. ესენი, აი სულ ყველა შენებულია და ეხლა რო ჩავალ, კიდე გაჩვენებ. სულ ამხელა ტერიტორია. 17 ჰექტარია. ეს არის ეს ბოინგის იმის წარმოება, სიდენიების კარკასი, ალუმინის ფრეიმი. ხო, აი ესა. ეს არის. ხო, ეს არის პატარა, ეს ჩვენ ჩავდით, ფული და ჩვენ აუშენეთ. გამარჯობა. სალამი, ბექა. მოგრახარ. შევ, დავად როგორ გიქით. მადლობა. ოსო მადლობა, სტუმრობისთვის BMG Drive-ში. წყალი და კოკოლა ნებისმიერ შეგიძლია. მადლობა. შევლეთ სივრცეში. მოდი დავიწყოთ სიახლით ბოლოს ჩვენ როდესაც გვქონდა საუბარი რედაქტორში იყო ეს BMG TV-ზე გადაცემაში. სიახლეები დაანონსა, მათ შორის არომატიზატორების ქარხანა იყო, ინვესტიციები, რომელიც უნდა გაკეთებულიყო თბილისის თისში. რა ხდება, შედგა თუ არა ეს პროექტები ეტაპებზე? ხო, ну, საბედნიეროდ შეიძლება ითქვას, რომ შედგა, ყველაფერი მიმდინარეობს დაგეგმილად და, ну, პრინციპში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ჩათვლით ჩვენ იმ დაგეგმილ მიზნებს გადავაჭარბეთ შედეგობრივად და ბევრად უფრო კარგი შედეგები დავდით გასულ წელს. ეს კონკრეტულად ეს წარმატება და ასე ვთქვათ, განხორციელება შეეხება ამ პროექტსაც, რომ ახსენე. ეს არის არომატიზატორების და დიფუზორების ქარხანა, რომელიც ასე ვთქვათ, ერთობლივი პროექტია ჩვენი და ყაზახი ინვესტორების. ერთობლივი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევქმნით ინფრასტრუქტურა მათთვის, ანუ შენობა ნაგებობა, რომელიც მოვარგეთ მათ უშუალო საოპერაციო ინტერესებს, იმ პარამეტრებით შევქმნით. წინასწარ შეთანხმებული იყო. რა თქმა უნდა, წინასწარ შევათანხმეთ. ხელშეკრულება მოვაწერეთ, სადაც გავწერეთ, რომ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ავაშენებდით, ასე ვთქვათ, turnkey დონეზე მათ შენობას. აქ ინვესტიცია განხორციელდა დიზის მიერ. ინვესტორი უკვე მართავს იქ თავის შიდა ახორციელებს თავის შიდა სამონტაჟო სამუშაოებს და ველით რომ დაახლოებით უახლოეს მაქსიმუმ ალბათ 2-3 თვეში ისინი დაიწყებენ სრულფასოვან წარმოებას. 2024-ში რა ინვესტიცია განახორციელა თიზმა თვითონ ინფრასტრუქტურაში და ჯამში რა მიიღეთ, ანუ კი ბატონო. თქვით რომ გეგმას გადააჭარბეთ, აი რიცხვებში როგორ გამოიყენება? კი, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებში დაახლოებით, ესე იგი 7-8 მილიონი, შეიძლება ცოტა მეტი 10 მილიონამდე ლარის ინვესტიცია. ჩვენ შევქმნით, ასე ვთქვათ, თვითონ შიგნითვე შევქმნით ეს მომსახურებათა პაკეტები, რომელიც გულისხმობს არა მარტო, ვთქვათ, ჩვენი ფინანსური რესურსით, არამედ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მშენებლობა, ხო და თვითონ არიან მზად, რომ გრძელვადიანი ინვესტიცია განახორციელონ და ასეთი პროექტებიც გვაქვს, ხო? ჩვენ იქ ადგილზე გვაქვს მობილიზებული სამშენებლო მიმართულება, სარემონტო სამშენებლო მიმართულება, ცალკე ორგანიზება გავუკეთეთ სერვისულ კომპანიას, რომელიც ჩვენი შვილობილი კომპანიაა და იქ ადგილზე უწევს სხვადასხვა სერვისებს. თიზის ნაწილში 25-ში როგორია მოლოდინები, აი ჩვენ რაღაც სტაბილურობაზე თავიდან აქცენტი გააკეთეთ და ზამიშოვანე, მაგრამ მოლოდინები დაიგეგმეთ თუ არა და ეს პროცესი როგორ მიწას და ამიშოვანი ახლა ბიზნესის განვითარებისთვის. ახალს არ ვიტყვი არაფერს თუ ვიტყვი იმას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც კი მე თავისუფალ ზონების პრაქტიკაში მქონია, ასე ვთქვათ, წლის დაგეგმასთან მიმართებაში ესეთი სირთულე ნამდვილად არ მქონია რა, იმიტომ რომ ну გასაგები მიზეზების გამო ხო ქვეყანაში რყევებია და ну ხა არ ვიცით ხო რა მოლოდინები იქნება ამას ამ მოლოდინებზე მე ვსაუბრობ
არა მარტო ლოკალურად ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებაზე, ფისკალური იქნება უშუალოდ, ხო, თუ რაღაცა ეკონომიკური განვითარება, დინამიზმი, როგორი იქნება, რამე საით მიდის ქვეყანა, ხო, როგორ მუშაობს, ანუ დღეს ევროპიდან ინვესტორის მოყვანას, ხო, ეხლა უფრო მეტად ჩავფიქრდები ამაზე მუშაობაზე, ვიდრე ამას გუშინ ვიზარდე, ხო? ძალიან რთულია 2025-ის დაგეგმვა, ძალიან, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ შევძლებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რასაც არის ეს საქართველოს როლი რეგიონალურ ლოჯისტიკაში, ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი მაინც ის არის, რომ თიში ლოკალური კანონმდებლობა მოქმედებს პრინციპში და კანონმდებლობრივი ცვლილებები თუ უკეთესობისკენ არ ხდება, ნეგატივისკენაც არ მიდის და საერთო ჯამში ექსპორტზეა საუბარი, აქ ჩვენზე პოტენციურად შეიძლება ნაკლებად აისახოს ის რყევები, თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი ძირითადი სეგმენტი არის მაინც წარმოებელი light და საშუალო მწარმოებლები და ტრეიდერები. თიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უახლესი ინვესტორი შეიძლება ჩავთვალოთ, ეს არის ქართულ მეწარმეთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში პურპუთიშეულის პრემიალურ ხაზში ოპერირებს 2017 წლიდან. მათი ქარხანაა აქ ჩვენს მიერ მომზადებულ და აშენებულ შენობაში. ინვესტიციას თქვენი იყო ამ ქარხანაში? კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ინფრასტრუქტურა შენობა ნაგებობაში. კარგი ის არის, რომ ეს კომპანია, ასე ვთქვათ, პიონერია ამ პურპუთიშეულის წარმოებაში თისში და მათი აქამდე მათი საოპერაციო ხაზი იყო საქართველოში დისტრიბუცია ქსელებში, პრემიალურ ქსელებში. მნიშვნელოვანია, რომ ესენი ძირითადად უცხოურ და გერმანულ ნედლეულზე აწარმოებენ პურპუთიშეულს და ისინი უკვე ჩვენთან შემოსვლით გეგმავენ ექსპორტის განხორციელებას სხვადასხვა ქვეყნებში.